თავად 14 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შემოთავაზებულია საგარეო კომიტეტის მიერ, პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, აქ არის რამოდენიმე ძალიან სახიფათო ელემენტი ჩადებული. პირველი არის ის, რომ მაგალითად არ უნდა იყოს საქართველოს არ უნდა იყოს გლობალური მოთამაშე, დღევანდელ სოფლიოში თუ საქართველოს არ ექნება თავისი როლი, ეს ნიშნავს იმას, რომ სოფლიო მას დაივიწყებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ-ერთზე დავრჩებით რუსეთის ფედერაციასთან, რაც არის ქვეყნისათვის ძალიან სახიფათო ელემენტი, ხო? მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზი, ასე რბილად რომ ვთქვათ, არის ის, რომ ამ დოკუმენტში გაცხადებული, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს იმ პრობლემათან უსხაში, რომელიც არის დასავლეთსა და რუსეთს შორის. ევროპასა და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. თავარი პრობლემა რა არის? დასავლეთსა და რუსეთს შორის. თავარი პრობლემა, თავარი საკითხის წესრიგი არის საქართველოს დეოკუპაცია. და ამას მუდმივად იმეორებენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და ახდენენ ზეწოლას რუსეთს. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისათვის, რომ თანდათანობით მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია და უფრო მეტიც რუსეთმა არ გაავრცელოს თავისი გავლენის სფერო საქართველოს. თუ ჩვენ საქართველოს ამ წესრიგიდან ამოვიღებთ, ეს არის პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. და ის თუ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ ამოგვიღებს თავარ საკითხთან უსხიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ერთ-ერთზე დავრჩებით რეტროგრადი ჩამორჩენილი სახელმწიფო რუსეთის რეტროგრადი ჩამორჩენილი მართლობის წრიდან, რომელსაც გააჩნიათ ცივი ომის მენტალიტეტი, ხო? და თუ ჩვენ დავშევით მასთან პირისპირ, ბუნებრივია ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ მთლიანად გაავრცელებს საქართველოს გავლენას და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვკლავთ ქვეყნის განვითარებას, ჩვენ მოვკლავთ ქვეყნის წინსვლას. ამიტომ ეს არის სახიფათო განმარტება. დიახ, ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ დეოკუპაციის ნაწილი სიტყვა არის დეოკუპაცია ჩადებული, თუმცა მე მიმაჩნია, რომ უფრო მეტი მახვილი უნდა იყოს დეოკუპაცია და პირველ რიგში უნდა იყოს პირველივე ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც არის განაცხადი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებების, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკის მთავარი საფუძველი ფუნდამენტი დღევანდელი საქართველოსთვის და პირველი პრიორიტეტი მინდა ხაზი გაუსვა, პირველი პრიორიტეტი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენ დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს და ჩვენ ყავთ მართლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი დიპლომატია მუშაობდა. ამ ტექსტში დეოკუპაცია არის ჩაკარგული, გამომდინარეობს სხვა ტექსტიდან, რაც ბუნებრივია გარკვეულწილად აუფერმულებს მას და კითხოს უქმნის დაბეჭდილებას, რომ მთავარი პრიორიტეტი არ არის დეოკუპაცია, მთავარი პრიორიტეტი არის სხვა საკითხები, რომელიც ამ დოკუმენტშია განხილული, ამიტომ მეტი მახვილი, მეტი ხაზგასმაა საჭირო ამ მიმართულებით. თუმცათვის რომ ეს კურსი იყოს ურყევი, უნდა ჩაიდოს კონსტიტუციაში. ერთი, ნატო და ევროკავშირი, დასავლური კურსი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ საქართველო არასდროს არ შევა პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანებებში. იქნება ეს ევროკავშირი, DST, სამხედრო კავშირი, რომელსაც ოდკაბ-ს უწოდებენ წევრი სახელმწიფოები. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია არის პოლიტიკური განაცხადი, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური განაცხადი. საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან ბევრჯერ დააფიქსირეს, არა მარტო მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის, არამედ მე-20 საუკუნის დასაწყისში და მანამდეც, რომ ჩვენ მთავარი გზა არის დასავლეთი, ამიტომ ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს ამ ვექტორის შეცვლა მარტივი უმრავლესობით.